აფხაზეთობა აღნიშნეს დღეს ეთნოგრაფიულ მუზეუმში. ღონისძიებას მთავრობის ხელმძღვანელი, მინისტრთა კაბინეტის და დედაქალაქის მთავრობის წარმომადგენლები დაესწრნენ. კულტურული ღონისძიებები დილით 11 საათიდან დაიწყო. ფოლკლორულმა ანსამბლმა ხალხური ცეკვები და სიმღერები შეასრულეს. გამოიფინა ხალხური რეწვის ნიმუშები და აფხაზეთის ისტორიის ამსახველი ფოტოები. აფხაზეთის დღე 23 მაისი კათოლიკოს პატრიარქმა დააწესა. მანამ სანამ არ აღგება ჩვენი ქვეყნის მთლიანობა, მანამდე ვერ იქნება ქართველი კაცი ბედნიერი. ეს მე ეცოდეს ყველამ და რა თქმა უნდა, ვერც აფხაზეთი ვერ იქნება ბედნიერი, ვერც აფხაზი, ვერც ოსი ვერ იქნება ბედნიერი ჩვენს გარეშე. ეს არის ჭეშმარიტება და ამას სჭირდება გაგება ყველას მხრიდან. ჩვენ რუსეთთან რა თქმა უნდა საწინააღმდეგო არაფერი არ გვაქვს. პირიქით ჩვენ გვსურს რომ გქონდეს მათთან მეგობრული, მეზობლური, კარგი ურთიერთობა, მაგრამ ჩვენს ურთიერთობაში რჩება მთავარ პრობლემად სწორედ ჩვენი ტერიტორიები. მანამ სანამ ეს პრობლემა არ იქნება გადაწყვეტილი, მანამდე იქნება ჩვენი ურთიერთობები ასეთ გაურკვევლობაში. ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, ასევე სიმბოლურად ემთხვევა სიმონკანანების სცენების დღეს, აფხაზეთის გახსენების კარგი შესაძლებლობა, ეს არის შესაძლებლობა, რომ მაქსიმალურად ადამიანებმა ერთმანეთს გაუცვალონ თავიანთი ემოციები და არ უნდა დავივიწყოთ. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და უნდა გავხსოვდეს და ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ რაც შეიძლება დაჩქარებულ ვადებში მოხდეს საქართველოს კვლავ გამთლიანება. ძალიან კარგია, რომ დღევანდელი დღე აღინიშნება და რომ მე ვფიქრობ, რომ კიდევ უფრო მეტი ყურადღება უნდა იყოს და უფრო მეტი უნდა იყოს იმისათვის, რომ მომავალმა თაობამ არ დაივიწყოს აფხაზეთი. ჩვენ ისინი, ვინც უკვე ასე თუ ისე მივდივართ უკან და მომავალი თაობა, რომელიც რჩება, მათ უნდა იცოდნენ აფხაზეთი და არ ეცოდინებათ მათ აფხაზეთი, თუ ესეთი ღონისძიებები ძალიან ხშირად არ ჩატარდება და არ იქნება.